მოგესალმებით თქვენს ტელეეკრანებს გამოკითხვა კვლავ უბრუნდება პირდაპირ ეთერში სტუდიაში თამუნა კვარაცხელია მუშაობს თქვენ უყურებთ მაესტროს ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94-სა და 7-ზე. სანამ გაგაცნობთ გადაცემის მთავარ თემას გეტყვით რომ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი სადაც მთელი 40 წუთის განმავლობაში თქვენ შეგეძლებათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და თქვენი შეფასებები. რაც შეეხება მთავარ კითხვასა და თემას. საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. განცხადების თანახმად ლონდონში არსებული ორგანიზაციის International Center for Prisons თადის მონაცემებით 2003 წელს 100,000 მოსახლეზე 158 პატიმრის მაჩვენებლით საქართველოს 59 ადგილს იკავებდა. 155 სახელმწიფოს შორის 2012 წლისთვის კი 539 პატიმრით 100,000 მოსახლეზე საქართველოს უკვე მეოთხე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. ამ მხრივ საქართველოს უკვე გაუსწრო მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა ევროპის მასშტაბით. იგივე მონაცემების მიხედვით საქართველოს უკვე პირველ ადგილს იკავებს და მან აქაც უკან ჩამოიტოვა რუსეთის ფედერაცია. მაშ ასე როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა შეგახსენებთ 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერით დღეისთვის პირველი მაყურებელი ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. გამარჯობა. გისმენთ ეთერში ხარ. გილოცავ ახალწელს. მადლობა, ასევე გილოცავთ. ეს ტრადიციად იქცა უკვე ამ ხელისუფლებისათვის არჩევნების წინ დაპატიმრებების გაზრდა. იმიტომ რომ ხმების რაოდენობაც იზრდება. თითო ოჯახს ჩვენ ვიცით რომ შეაწერდნენ დაახლოებით 500 ან 200 ხმას. დიახ. და მიდის ვაჭრობა. ეხლა მითუმური პოლიტიკური პატიმრობები წავა ეხლა. იმიტომ რომ მე შემაშინონ და თქვენ შეგაშინონ. ისე რომ არ გაგვიკვირდება, მაგრამ თელი ტრაგედია იმაშია, რომ სოფლიოში ვარ მეოთხე ადგილზე და ევროპაში პირველ ადგილზე პატიმრების რაოდენობის მხრივ. ეხლა მე წარმომიდგენია ჩემი თამის საპატიმროში. აქ მშიერი კვდები და იქ ვიღამაჭრეს. აი ეს არის უბრალოდ. გასაგებია, დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? მაყურებელი ეთერში გისმენთ. მოგესალმებით ჩემო თამრიკო შემოგევლე. გამარჯობა. გილოცავ შობა ახალწელს, რავას დაესწარით შვილო. მადლობა, ასევე გილოცავ. ეს ამბავი, ეხლა თქვენ რო თხოვლობთ მაესტროელები რომ სამართალი აღვიდგინეთო და პოლიციას თხოვთ, სასამართლოს თხოვთ, ხო, რამდენი ხანია უკვე როს თხოვთ. აი რო არ არის, არც სასამართლო არ არის. აჰა, გაიციშა ეს ოხერი რა. რო არ არის ისა სამართალი და არც პოლიცია და არაფერი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში. იმიტომ ამდენი პატიმრები სავსეა ციხეები შვილო. აი მაგიტოა, იმიტომ რომ ესეთი ოხერი ქვეყანა გვაქვს ჩვენ და თავრობა ოხერი. გასაგებია. დიდი მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ. სასჯელ ახსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტრომ ციხეების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქცევის კოდექსის პროექტი შეიმუშავა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებს ციხეებში აღმოჩენილი დარღვევების საჯაროდ გაცხადებას უკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი დაარღვევს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტრო უფლებამოსილია შეწყვიტოს მასთან ურთიერთობა და აუკრძალოს დაწესებულებებში შესვლა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეთიკის კოდექსის რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, რომელიც გადაეგზავნა სამინისტროს ჯერჯერობით უცნობი არის, გათვალისწინდა თუ არა მათი რეკომენდაციები არ არის ასევე ცნობილი ისიც, რომ მიიღო თუ არა ან როდის შევა ძალაში აღნიშნული კოდექსი. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და მაყურებელიც ეთერშია. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. თქვენ ესენი ორლარიან ტაშტებზე, ტალახიან გაცვეთილ ჩუსტებზე ხალხს აპატიმრებენ და კაცი, რომელიც 5 წლის წინ მოტყუილებით წაიყვანა C-კლასის $7,200 მანქანა, ვის არ მიუმართეს, სად იყავი? არ არის დამნაშავეო და იმ თაღლით არ აპატიმრებენ, თავიანთნაირი თაღლითი რო არის და
პროკურორი მეუბნება რომ თქვენ რომალკლა ხო დაგვიჭერენ $7,200 საოპერაციო ვარ ხალი 5,000 ლარი მჭირდება და ის კიდე გერმანიებში დარბის და მე აგერ გაუბედურებული ვარ ხალი ეს არის სახელმწიფო ეს არის კანონი მე ვერ გავიგე ამათი კანონები ესენი რასაკეთებენ ვერ გავიგეთ დიდი მადლობა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ჩვენი დღევანდელი კითხვა არ ამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა, როგორც იცით, ინგლისში, ლონდონში ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და ზოგადად ენდობით თუ არა თქვენ ამ მონაცემებს? მაყურებელია ეთერში, გამარჯობა. რა შეეხება მონაცემებს რა თქმა უნდა ვენდობი შეიძლება მეტიც არის ეს არის საერთოდ შიშრების პოლიტიკა რა შიშრების ყველა ციხეში ვინ ჩემზე ძლიერია ეს არის შიშრების პოლიტიკა და ამ დალოცული კი არა მაგ საზიღარმა სააკაშვილმა ერთი ამინისტია მაინც იმას ქნას რომ რაღაცით მაინც მოიგოს ადამიანების გული ხო მაგრამ არა რა იმიტომ რომ შიშარა და კურდღელია რა კარგით გასაგებია მადლობა ზარისთვის თუმცა მე როგორც ყოველთვის კორექტულობისკენ მოგიწოდებთ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა მაყურებელია ეთერში გამარჯობა გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა, გილოცავთ ახალწელს. მადლობა, ასევე გილოცავთ. პირველ რიგში გამოიწვია პატიმართა ასეთი რაოდენობა მასიურმა უმუშევრობამ. მერე პატიმართა დიდი რაოდენობა გახდა ბიუჯეტში თანხის შეტანის კარგი წყარო. აი ეს ორი მიზეზია, რომელთაც პატიმრების რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება საქართველოში მუდმივად. კარგით. გასაგებია მადლობა ზარისთვის მე გეტყვით რომ გადაცემის პირველი ნაწილი გეთმობათ თქვენს სატელეფონო ზარებს რაც შეეხება გადაცემის მეორე ბლოკს ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევანი ზორია 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და მაყურებელიც ეთერშია გამარჯობა ალო გამარჯობა რა მაინტერესებს ის რა ქვია სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ უწმინდესი გადაიყვანეს საავადმყოფოში და ხო არიცით რამე ამის შესახებ მე ზუსტ ინფორმაცია არ ვიცი არ მაქვს და გადაცემის მსვლელობის პროცესში ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ და გეტყვით ერთი ორი დღის უკანელი ამბავია და რა მაინტერესებს რამდენი ათასია სულ პატიმარი აქ არ არის ზუსტად მონაცემები აქ საუბარია იმაზე რომ 100,000 მოსახლეზე 529 პატიმარი არის დაფიქსირებული სადაც იტყვიან რომ სამება რუსული ფულით არის აშენებული იმაზე რა უნდა ელაპარაკო კარგით გასაგებია გაქვთ თუ არა თქვენი მოსაზრებები უფრო კონკრეტული არა ერთი მინდა რაღაც რო თქვა კიდე ბატონ ზინა ივანიშვილს მინდა ვთხოვ შალვა ნაცირვაშვილი გამოვიყენოთ მისი ნიჭი გამოვიყენოთ რა კარგით გასაგებია მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა მონაცემები გამოაქვეყნა ლონდონში არსებულმა ორგანიზაციამ International Center for Prison Studies ის საუბრობს რომ საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით მაყურებელი ეთერში გამარჯობა თქვენმა კორექტულობაც გამოცარე კიდე ხოთ შეინარჩუნოთ ასე შემდეგ საერთოდ შეინარჩუნოთ რა უნდა შეინარჩუნოთ სამს უკაცრავად რა უნდა შევინარჩუნოთ ვერ გავიგე მაპატიეთ რა ვერ გაიგეთ ეს რა არის ვერ გავიგე უბრალოდ რომ გამიმეოროთ სუდად ისმის თქვენი ხმა ძალიან შორს თქვენ ესე იგი ხართ იმ დონეზე რა ის პატიმრების რაოდენობა რატომ არის ამდენი მართლა გაინტერესებთ თუ ამაზე ცუდად ნუჩამოთ კაეფობთ თუ დარეკოს მაყურებელმა და თქვენ იყოთ ცენტრში ყურადღებას ვერ მივხვდი რას გულისხმობ მე ნამდვილად მაინტერესებს ეს თემა შესაბამისად ძალიან მისახვედრია რა ძალიან ძნელი მისახვედრია. მე ისევ და ისე გეუბნებით, რომ აქ არის ერთი პოზიცია, ეს არის ჯაჭულიანის, კურტანიძის, აი ეს პოზიცია.
და ეს თქვენი ვითომ ობიექტურობა და ეს არის მაპატია და სიაბანდობა. კარგით. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, ეს თქვენი მოსაზრება არის. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელია შემდეგი ეთერში. გამარჯობა. მოგესალმები ბიჭიკო. გისმენთ. გამოიწვია მიზანმიმართულმა პოლიტიკამ. და მთელ სოფლიოს ელაპარაკება სააკაშვილი, რომ აქ ცხოვრობენ კრიმინალები. იმიტომ რომ ამდენი პატიმარია, ესე იგი, სხვაგანაირად არ შეიძლება. და მერე მეორე ეს არის ბრძენი კაცის ნათქვამი, შიშ, დიდი თვალები და ყურები აქვს. სხვა არაფერი არა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. რო ხალხი ამით დაიმორჩილონ და ყავდეთ ტერორის ქვეშ. მაგრამ სანამ გაგრძელდება ვნახოთ. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის, რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა. საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. როგორი არის თქვენი შეფასება, რა არის ამის მიზეზები? მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევანი ზორია. მანამდე მოვისმენთ თქვენ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა. ეთერში ხართ, გამარჯობა. მოგესალმებით. გისმენთ. პატიმართა რაოდენობა რამ გამოიწვია, ეს ერთია. დიახ. შეიძლება აღშავებს ხალხი, მაგრამ რო დაამთავრებენ და გამოდიან ციხიდან, მერე რო არაფერი პერსპექტივა არ აქვს იმ ხალხს, შეიძლება გამოსტორდნენ კიდევაც უნდათ ცხოვრება, მაგრამ არანაირი პერსპექტივა რო არ აქვს, ეს ხომ სხვა საკითხია. იგივე პატიმრები არ არიან, გარეთ რო არიან და ვერცად ვერ იმუშავებენ, აკრძალული აქვთ ყველაფერი, არ ვამბობ პირობითებზე. მანქანის ტარება, გინდათ საარჩევნო მონაწილეობა სამსახურებში, სადმე დაწყება, იგივე პატიმრები არ არიან, რა მნიშვნელობაა? კარგით, გასაგებია და თუ იცით ის მიზეზები, თქვენი ვარაუდები რა არის ის მიზეზები, რის გამოც ამდენი პატიმარი ყავს ქვეყანას? 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გამარჯობა, დამალაპარაკეთ. ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ. თამრიკო. დიახ. ჩემო კარგო. ეგ თქვენი პრეზიდენტი ეს გარეთ არის, ბავშვობიდან აბიჟნიკი იყო. და შეურაცხყოფის გარეშე ყველას თუ ვიღნეს ყველას არც ერთი ახალგაზრდა თბილისში არ დადის. ყველა პატიმარი ხავს მაგას. მაგის ოჯახი ვნახი ჩადაღლილი. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? როგორც ერთ-ერთმა ლონდონში არსებულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. მაყურებელი ეთერში, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. რამ გამოიწვია ქალბატონო და პირდაპირ გეტყვით, ნულევანმა ტოლერანტობამ გამოიწვია. გასაგებია? დიახ. მიღებულია თქვენი მოსაზრება, მადლობა. ნულევანი ტოლერანტობა პრეზიდენტი ბრძანებს, რომ ქვეყანაში შემცირდაო, კრიმინალიო. მაშინ მთელი საქართველოს ჩავსვათ ციხეში და არასოდეს აღარ მოხდება კრიმინალი საქართველოში. ეს არ არის გამოსავალი და ერთი თქვენთან დავსვით შეკითხვა რა, არის თუ არა მოსახლეობა ამინისტიის მომხრე? კარგით, შევეცდებით თუ მოგცემს ახალი ამბები ამის საშუალებას. მოკლედ 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? მაყურებელია ეთერში, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. კითხვა მაქვს. ალო? გისმენთ, ეთერში ხართ. ხო, გამარჯობათ. ეს კითხვა რო დასვით. იმაზე რატო არის ამდენი ხალხი დაჭერები? რა პრობლემა არაფერი არ არის ხალბატონო. თქვენ ხო იცით არჩევნები რომ მოდის. ხო და რაც უფრო მეც დაიჭირენ, უფრო მეტი იქნება ხმის მიმცემი ამით მხრიდან. ეგ არის ჩემი პასუხი. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მივიღოთ შემდეგი მაყურებლის ზარი ეთერში, პირდაპირ ეთერში ხართ, ბრძანეთ, გამარჯობა. ალო? გისმენთ.
გამარჯობათ. მოგესალმებით. პატიმართა რაოდენობა შიშის ფაქტორია, შიშმა გამოიწვია. და მინდა გითხრათ, რომ ის ხალხი, ვინც დასაჭერია, არის ევროპაში. ხომ ხედავთ ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში ქართველები აყავთ სულ ძარცვაზე, ბანდიტები და ყველანაირი. აი ის ხალხია დასაჭერი, რომელიც სააკაშვილმა გააქცია საქართველოსთან და აქ შიშის ფაქტორით არის ხალხი დაჭერილი. აი თუნდაც გიორგაძის მომხრეები, ვითომ და მომხრეები. კარგით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ იმ ინფორმაციას, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით ამბობს ლონდონში არსებული ორგანიზაცია, ასევე ცნობილი გახდა, რომ საშუალო ხსრულების პრობაციისა და იურიდიულ დახმარებათა სამინისტრომ შეიმუშავა ციხეების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქცევის კოდექსის პროექტი 8 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით აღნიშნულ ორგანიზაციებს ციხებში აღმოჩენილი და დარღვევების საჯაროდ გააცხადებას უკრძალავს აღნიშნული სამინისტრო, თუმცა გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერჯერობით არ არის მიღებული. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და შემდეგი მაყურებელი ეთერში. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? გისმენთ, ეთერში ხართ. როგორი არის თქვენი ვარაუდები და თქვენი შეფასება, რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. პასუხი ჩემი ასეთი იქნება. საქართველოში იყო ყველაზე მეტი კრიმინალი, ხო არის ასე? დიახ, გისმენთ. ხო, აი ამან გამოიწვია ყველაზე მეტი პატიმრის დაჭერა. ყველაზე მეტი კრიმინალი იყო საქართველოში. და ეხლა როგორ უნდა დაიჭირო კრიმინალი ისე, რომ ყველაზე ცოტა გამოვიდეს, ხო? ერთ უბანში ერთი კანონიერი ქურდი ცხოვრობდა. ყველა უბანში ცხოვრობდა თითო კანონიერი ქურდი მაინც და დასაჭერები იყვნენ სულ ყველა. კარგით, ანუ დღევანდელი მონაცემებით თქვენ ფიქრობთ, რომ 100,000 მოსახლეში 529 კრიმინალია თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე? თუ დააშავეს, უნდა დაიჭირონ, აბა რა. კარგით, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად რეალური არის ეს მონაცემები და იზიარებთ თუ არა თქვენ ამ მოსაზრებას. ეხლა ამ მონაცემები არ ვიცი მე როგორ არის სხვა ქვეყნებში, მაგრამ საერთოდ ასე არის. ეხლა ყველაზე მეტი თითო ქურდი იყო თითო უბანში და ეხლა ისინი უნდა დაიჭირო, აბა რა უნდა. კარგით, გასაგებია. მადლობა ზარისთვის. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა შეასახმე გოგონა? აი ეს სროკები რო დაუმატეს ერთმანეთს, ხო? ალო. გისმენთ, ეთერში ხართ. სროკები რო მიამატეს, ხო? აი ეპიზოდები რა, რო ერთმანეთს რო მიემატა, ძალიან დიდი სროკები გამოვიდა და მიგედა ხალხი გამოსვლას ვერ ასწრებს. ეხლა 18 და 17 წელს და 15 წელს რომ მიცემდა კიდე რომ დაიჭერ ხალხი, ხო ისინი გამოსვლას კიდე ვერ ასწრებენ, ამიტომაც გროვდება, აი ეგ არის. გასაგებია. მიღებულია თქვენი მოსაზრება. დიდი მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იზორია. თქვენ პარალელურ რეჟიმში 249-460-ზე შეგიძლიათ დარეკოთ და ჩვენ სტუმარს დაუსვათ უშუალოდ კითხვები თუ გაქვთ. მოკლედ ჩვენ ამდენიმე წუთში დავბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუმარი არის თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იზორია. ბატონო ლევან, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, თუმცა მე სანამ კითხვებზე გადავალ, უშუალოდ მინდა ერთი ინფორმაციო წავიკითხო. ახალი ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ჩვენ რამდენიმე წუთის წინ დავუკავშირდით საშუალო ხსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს მიმართეთ და სამინისტროს პრესსამსახურიდან მივიღეთ მცირე განმარტება, რომელსაც მე ახლა წავიკითხავ. ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მუშაობა არ მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული სამინისტრო გამოვიდეს ინიციატივით და თხოვნით, რომ საშუალო ხსრულების დაწესებულებაში შემსვლელმა პირებმა დაიცვან ადეკვატური დრეს-კოდი. რაც შეეხება კითხვას და რაც შეეხება ჯერ მონაცემებს, იმ მონაცემებს სანამ ამ ქცევის კოდექსზე დავიწყებთ საუბარს, საინტერესო არის, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქვეყანაში პატიმართა რაოდენობის ზრდა? ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ დღეს ერთ-ერთმა ლონდონში არსებულმა ორგანიზაციამ გამოუქვეყნა მონაცემები, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. გისმენთ. დიახ, მართლაც შემაშფოთებელი ციფრებია. ეს არის პირდაპირ
იმის ილუსტრაცია, რა პოლიტიკაც განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა თავკაცმა სააკაშვილმა ხელისუფლების მოსვლის პირველი დღიდან. კერძოდ ეს პოლიტიკა დაკავშირებდა მისი ერთ-ერთი ამ პოლიტიკის ნაწილი გახლავთ ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკაც. ზოგადად პოლიტიკის რაღაც არსებით ელემენტებს გამოვყოფდი. ეს ელემენტებია ის, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი დასჯილი ადამიანი, შეშინებული ადამიანი, განსაკუთრებულად სხვა აზრზე მყოფი ადამიანი, ვისაც ოპოზიციური აზრი აქვს, ანუ ეს ნიშანიც მინდა ამ პოლიტიკის განსაკუთრებით გამოვყო და ასევე ერთი ყველაზე მთავარი ელემენტი ამ საერთო პოლიტიკისა გახლავთ ის, რომ გირაო გახდა ბიუჯეტის საშემოსავლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. კერძოდ, იქ სადაც გირაო გახდება შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო, ასეთ ქვეყანაში ბუნებრივია ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი ორგანოები, განსაკუთრებით კი პროკურატურა, რომელსაც აქვს მონოპოლია სწორედ სისხლის სამართლებრივ დევნაზე, დაინტერესებულია იმაში, რომ ეს ბიუჯეტი იყოს შევსებული და ხელისუფლება მოგეხსენებათ სწორედ ამ ბიუჯეტის გადაჭარბებული შესრულებით ამაყობს ხოლმე, თუმცა ჩვენ ხედავთ პარალელურად, რომ თითქმის 1,800,000 ადამიანი სწორედ უმწევლ მდგომარეობაში იმყოფება ამ გადამატებული ბიუჯეტის წყალობით, ანუ უმუშევართა რაოდენობამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია, ანუ ეს ბიუჯეტი განა დასაქმების პოლიტიკის შედეგად არის შევსებული, განა გარკვეული სოციალური პროექტების განხორციელებით არის შევსებული და ეკონომიკის გაჯანსაღებით არის შევსებული, არამედ სწორედ რეპრესიული მანქანის ამუშავებით, სწორედ ადამიანთა, ისედაც გაჭირვებულ ადამიანთა ჯიბიდან ფულის ამოღებით და ამაზე მეტყველებს სწორედ წმინდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზეც ჯარიმების გაზრდა, მოგეხსენებათ ესეც მნიშვნელოვანი ელემენტია სწორედ ამ რეპრესიული მანქანისა და ყველაზე მთავარი სწორედ კრიმინალიზაციის ფაქტორი, ანუ წვრილმან დანაშაულზეც მოგეხსენებათ პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლებრივი დამნაშავემ, ანუ ამ ხელისუფლებამ არა პრევენცია აირჩია თავისი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის აპრიორად, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია, დემოკრატიულ ქვეყნებშია, ანუ აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება, განსაკუთრებით მცირეწლოვნებში, ასევე პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობით. სწორედ აი ამ ნულოვანი ტოლერანტულობა არის სწორედ ამ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამოხატულება და ეს ნულოვანი ტოლერანტულობა არის სწორედ იმ ზოგადი პოლიტიკის გამოხატულება, რაც გულისხმობს, როგორც თავში გითხარით, არავითარ შემთხვევაში დამნაშავის მიუხედავად იმისა, რა დანაშაული ჩაიდინა, იქნება წვრილმანი თუ მსუბუქი თუ მძიმე დანაშაული, მის არ დამდობას და რასაკვირველია ნულოვანი ტოლერანტობა იმით მართლდება, რომ თავარი ამოცანა ამ ხელისუფლების არის, რაც შეიძლება მეტი ყავდეს ასეთი კრიმინალი ეგრეთ წოდებული, რომ მათგან ამოიღოს გირაო, მაგრამ მოგეხსენებათ გირაოს სახით თანხა ბიუჯეტში, მაგრამ მოგეხსენებათ ისედაც აი ამ შეწუხებულ ადამიანებს სოციალურად და ამ სიდუხჭირის ფონზე, რომელიც საქართველოში არსებობს, ყველას ამ გირაოს გადახდის საშუალება არ აქვს. აქედან ბუნებრივია უმეტესობა მათგანი მოხდება ციხეში. ამიტომ ეს მონაცემები, რომელიც ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოიყოფა, მეტყველებს იმაზე, რომ ტენდენცია მიდის იმისკენ, რომ ჩვენ ევროპაში და ეს უნდა გახდეს საამაყო, სწორედ სააკაშვილისთვის ეს ციფრები საამაყო ბრჭყალებში ვამბობთ, რომ ლიდერობთ, ანუ პირველი ქვეყანა ვართ, სადაც 100,000 სულ მოსახლეზე მოდის 158 პატიმარი, ანუ ევროპაში ლიდერები ვართ. სადამსჯელო ღონისძიებებით, რეპრესიული ღონისძიებებით და ლიდერები ვართ პატიმართა ასეთი რაოდენობით. გასაგებია, ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ მაყურებელს, რომელიც დაგვიკავშირდა ტელეფონის ნომერზე 2499060 პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობათ. ბატონო, პოლიციის აკადემიის რექტორი ბრძანდებოდით, ხო? დიახ. კაი, კეთილი. ეხლა არის, აქ გასაკვირი არაფერი არის, ამდენი პატიმარი როა, იმიტომ რომ თვითონ პოლიციელები ვერ იცავენ თავს, ახლა მოქალაქე როგორ დაიცავს თავს. ეს მათი მიზანია და აკეთებენ კიდეც. ეხლა მეტი კონკრეტული შეკითხვა აქვს, ბატონო. ეს არის ძალიან მწვავე საკითხი, აი ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის ოფიცერები ვერ იცავენ თავის თავს გენერლები და პოლკოვნიკები ზიან ციხეში ჟანგიანი არაღების და ნარკოტიკების გამო. მაგრამ აქ საკითხი მაქვს მე ასეთი, პოლიციის კანონში წერია, რომ თადარიგში გასული ოფიცერი სარგებლობს პენსიის უფლებით. რაც საგვართო ამ მთავრობამ, განაგებს
და წაგვართო როგორ იცით რომ კომპენსაცია მიხდეს და საცოდავ ხალხს პოლკოვნიკეს 17 ლარი 20 25 და 100 ლარზევით არავის არ აქვს ესე იგი ეს კომპენსაცია და არის პენსია 2005 წლის განმავლობაში რომელიც გაიცა 560 ლარი იყო მაქსიმალური პენსია არის მანამდე 2020 წლამდე არსებული პენსია ანუ როგორ არის იცით ერთი მე ვიცნობ ამ პრობლემას მოკლედ თუ შეიძლება ჩვენი საეთერო ძალიან შეზღუდულია თან თემას რაღაც აბსურდული რაღაცა სოფლიოს ასეთ ქვეყანაში არ არსებობს რამე თუ კეთდება ამ კუთხით რომ ამ ხელისუფლებას შევაგნებინოთ ასეთი სიბრიყვეების კეთება რომ არ შეიძლება კარგი გასაგებია მადლობა ზარისის ეს კითხვა ცდილდება ჩვენ თემას თუმცა მე მოკლედ მინდა პასუხი გავცე აბსოლუტურად მართალი მინიშნებაა კერძოდ ხდება უთანასწოროდ ანუ დიფერენციაცია იმ პირთა ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა ნაწილს აქვს მაღალი საპენსიო უზრუნველყოფა ნაწილს კი როგორც მან ბრძანა ძალიან დაბალი და აუცილებელია თანასწორობის პრინციპი ითხოვს კონსტიტუციის მე-14 მუხლისა რომ მათ შორის პენსიის ნაწილში ყველა სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით ასაკის შესაბამისად უნდა იქნეს თანაბრად ანაზღაურებული ანუ რასაკვირველია ის უსამართლობა რაც დღეს არსებობს უნდა იქნას აღმოფხვრილი გასაგებია. რაც შეეხება კითხვას ჩვენს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო არის თქვენი შეფასებები და თქვენი ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, იმ კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით საშელოსრულების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა, თუმცა ჯერ ძალაში არ არის შესული. აქ საუბარი არის ერთ-ერთი პუნქტი ეხება შემდეგს მონიტორინგში ჩართულ ორგანიზაციებს ციხებში აღმოჩენილი დარღვევების საჯაროდ გაცხადება, ეკრძალებათ. ეს რამდენად სწორი გადაწყვეტილება არის და კიდევ რა პუნქტებს ვეცნობთ? კი ბატონო, მე მინდა მაყურებელს ძალიან მოკლედ გავაცნო რა კოდექსია საუბარი, კერძოდ საჯელოსრულებით დაწესებულების ფარგლებში ლაპარაკია სწორედ ამ სისტემის ფარგლებში ეთიკის კოდექსის შემოღებაზე, რომელიც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც გარკვეულ სამუშაოს მონიტორინგს გაწევენ სწორედ ამ დაწესებულების ფარგლებში. ეს პროექტი სულ 8 მუხლს მოიცავს და აქედან განსაკუთრებული კრიტიკის საგანი არის დასახელებული თქვენი ასევე მუხლიც და მასთან ერთად 2 მუხლი, ანუ ჯამში 3 მუხლი იმსახურებს ამ დიდ კრიტიკას. პირველ რიგში რა მე მინდა მაყურებელს გავაცნო მესამე მუხლის მეორე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ანუ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ თავი შეიკავონ დაწესებულების შიდა პოლიტიკაში ჩარევისაგან. მოდით უყურეთ რა იგულისხმება ჩარევა? აი სწორედ ეს არის მთელი პრობლემა, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, ანუ ეს ასეთი ნორმა არის ბუნდოვანი, ადრესატმა არ იცის რა ქცევის გამო შეიძლება მას გარკვეული დისციპლინარული სანქციები დაეკისროს, ხოლო რა არის დისციპლინური სანქცია, მინდა თავიდანვე გითხრათ, ქცევის ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას, თუმცა აქაც განუსაზღვრელია სუბიექტი, ვინ ახორციელებს ამ ზედამხედველობას, შეუძლია აუკრძალოს საერთოდ ამ ორგანიზაციების, ჩამოთვლილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააგრძელონ მუშაობა და მონიტორინგი საჯელოსრულების დაწესებულებაში. ანუ თუ არ ვიცი რა ქცევის გამო შეიძლება მე არ მომცენ ეს უფლება მუშაობისა, ბუნებრივი ასეთი ნორმა ჩემს მიმართ, ანუ ადრესატის მიმართ სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია. ეს ერთი. მეორე ასევე განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია, უყურეთ რას ამბობს, არ გაახმაუროს დაწესებულებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა და აღნიშნული მოაგვიაროს დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ანუ ეს მარტივი რას ნიშნავს? ხო, მონიტორინგის მიზანი სწორედ ის არის, რომ იდენტიფიკაცია მოახდინოს პრობლემების, მთავარი პრობლემები, რაც საჯელოსრულების დაწესებულებაში ხდება, ეს არის ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფის კუთხით არსებული პრობლემები და მონიტორინგის ამოცანა სწორედ ის არის, რომ საზოგადოების კონტროლის მექანიზმები ამუშავდეს. ანუ ჩვენ მე და თქვენც მათ შორის გვაქვს ლეგიტიმური მიზანი და სურვილი, რომ ვიცოდეთ რა ხდება საჯელოსრულების დაწესებულებით, როგორც ამ საზოგადოების წევრებმა, მაგრამ ჩვენ შეიძლება პირადად ეს სურვილი ვერ განვახორციელებდეთ, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით, ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიცოდეთ რა სიტუაცია საზოგადოების ამ ნაწილში, მათ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ეს შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებამოსილება იყოს ამ მონიტორინგის განხორციელება, მაგრამ
როდესაც კოდექსით უკრძალავ რომ პრობლემა არ გაჟღერდეს და არ გახდეს საჯარო განხილვის საგანი, ანუ მე და თქვენ არ ვიცოდეთ როგორც საზოგადოების წევრებმა, რომელსაც ლეგიტიმური კითხვები და ინტერესი შეიძლება პრობლემების მიმართ გააჩნდეთ, ბუნებრივია ეს არის ზომაზე მეტად შეზღუდვა, მაშინ მონიტორინგსაც აზრი ეკარგება, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა ზოგადად კი ბატონ ლევან, ანუ აქ როდესაც სამინისტრო აცხადებს რომ თავი უნდა შეიკავოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკაში, შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, როგორ ფიქრობთ ეს არის თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა თავად სამინისტროს მხრიდან? გასაკვირველია, ერთი განუსაზღვრელია რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩარევა და მეორეც სწორედ რომ მინდა მათ გასაგონავ თქვა რომ ჩარევის პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობა უნდა გქონდეთ. უყურეთ, რაზეა დემოკრატიული სახელმწიფოები აგებული, იმაზე რომ საზოგადოების წარმომადგენლებს გქონდეთ სახელმწიფო სტრუქტურებში თანამონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილი და ეს თანამონაწილეობა მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მე არა მხოლოდ ნეგატიურად ვიღაცას ვაკონტროლებ და მონიტორინგს ვახორციელებ, არამედ მასთან ერთად რაღაც პოლიტიკას განსაზღვრავ. მაგალითად, პოლიტიკას განსაზღვრავ თუ როგორ შეიძლება რაღაც მდგომარეობის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება საჯარო აღსრულებით დაწესებულებაში, როგორ შეიძლება ადამიანის უფლებების კუთხით პოლიტიკის გაუმჯობესება, როგორ შეიძლება საერთოდ სხვა ჯანმრთელობის კუთხით ასევე მდგომარეობის გაუმჯობესება. ანუ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ყველანაირი საფუძველი იყოს თანამონაწილე ამ პოლიტიკის განსაზღვრაში. ამიტომ ასეთი ჩანაწერი, რომელიც პოლიტიკაში ჩარევას უკრძალავს, სწორედ რომ დემოკრატიის ამოსავალ პრინციპს ეწინააღმდეგება, რაც სწორედ რომ საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს და რაც გითხარით მესამე მუხლი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ამ გაურკვევლობაში, ესე იგი მე არ ვიცი, როდის ვერევი პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკაში ჩარევა აუცილებელია. და არ ვიცი რომელი ორგანოა ზედამხედველი რომელიც განსაზღვრავს თუ რა არის პოლიტიკაში ჩარევა და ასევე პრობლემაზე საუბარი რო არ შემიძლია მხრიდან საინტერესოა ესეც იყო თუ არა მსგავსი ჩარევა მათ უნდა ვკითხოთ მაგრამ უყურეთ ამ შემთხვევაში როდესაც ის მესამე ნორმაში რომელიც ჩვენი კრიტიკის საგანია ამ შემთხვევაში აწესებს შესაძლებლობას ამ საჯარო აღსრულებით დაწესებულებისთვის რომ საერთოდ აღარ შემიშვან ამ დაწესებულებაში თუ ამ ქცევის თუ ეწოდებული ეთიკის კოდექსის ნორმებს ვარღვევ საკვირველია ეს მთლიანად კარს უკეტავს ამ აღნიშნულ ორგანიზაციებს და კარს კეტავს საჯაროობისთვის და თანამონაწილეობისთვის საჯარო აღსრულებით დაწესებულებაში, სადაც ისედაც დიდი პრობლემებია, სადაც მართლაც როგორც თავში ვთქვით, პატიმართა განუსაზღვრელი რაოდენობა სწორედ რომ იქ არის მონიტორინგი საჭირო, იქ არის თითოეულის უფლება და დაცვა საჭირო, აი ამ შემთხვევაში ამ ფონზე კარს უკეტავს სწორედ მათ, ვინც ეს უნდა განახორციელოს. გასაგებია ბატონ ლევან და ბოლო კითხვა, რომელიც ჩვენს მაყურებელს დარწმუნებული ვარ ძალიან აინტერესებს, რამ გამოიწვია ამ კოდექსის შექმნა დღეს? იყო თუ არა მიზეზი ის, რომ სახალხო დამცველმა საკმაოდ მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა ასევე Human Rights Watch-ი. ბატონო, მე ამას მაინც უკავშირებ მომავალ არჩევნებს, მოგეხსენებათ, რაც უფრო ნაკლები კრიტიკის ობიექტი იქნება ხელისუფლებისა, რაც უფრო ნაკლები ფაქტები იქნება საჯაროდ გამომზეურებული და განხილული, მით უფრო ეს აწყობს ხელისუფლებას და ამიტომ ეს აკრძალვები და შეზღუდვები სწორედ რომ დეკემბრის თვესთან რომელიც არის დაკავშირებული უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც წელს 12 წელს უნდა ჩატარდეს, ანუ რაც შეიძლება ნაკლებმა უნდა იცოდეს მათი პრობლემები, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს, მათ შორის თქვენი მას-მედიის საშუალებებით. გასაგებია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იზორია. ეს იყო გადაცემა გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.